იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუყითხა. შეხვედრა იუსტიციის სახლსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ისახავს მიზნად. ვახტანგ ჟვანიამ სტუდენტებს იუსტიციის სახლის განვითარების ხედვა გაუზიარა, ისაუბრა განხორციელებულ რეფორმებზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისების მიღებას კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის. სტუდენტებს გავაცანით იუსტიციის სახლის კონცეფცია, მის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები, ასევე ვესაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებზე, რაც იგეგმება იუსტიციის სახლებში, ვესაუბრეთ იუსტიციის სახლების განვითარებაზე. როდესაც საჯარო მოხელე მოდის უნივერსიტეტში სტუდენტთან შესახვედრად, ეს უკვე მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება ფიქრობს, ზრუნავს მომავალი თაობის აღზრდაზე, მომავალი სპეციალისტების ფორმირებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ეხებოდა საჯარო სერვისებს იმ თემას, რაც ყოველდღიურად თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ადამიანს ეხება, ვისაუბრეთ იმ ინოვაციებზე და რეფორმებზე, რომლებიც იუსტიციის სახლის მიერ განხორციელდა.